ალბათ მე ვფიქრობ რომ რაღაც ცოტა კონტექსტში უნდა დავინახოთ როგორ ვითარდება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება მოკავშირეების მიმართ და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის ხედვები არის განსხვავებული წინა ადმინისტრაციებისგან შეიძლება 50 წლის უკან ჩავიდეთ და ტრამპი უყურებს მსოფლიოს როგორც დამოკიდებულებას დიდ სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულებას ის აღიარებს სამწუხაროდ ჩვენი გაგებით აღიარებს ეს ძალის ცენტრებს როგორიც არის ჩინეთი როგორიც არის რუსეთი და მისი შეხედულებით ურთიერთობა უნდა გადაწყდეს ურთიერთობრივი საკითხები უნდა გადაწყდეს ამ ეგრეთ წოდებულ გლობალურ პოლისებს შორის და ზუსტად ეს დამოკიდებულება იქნება უკრაინასთან დაკავშირებით ეს დამოკიდებულება იქნება ევროპასთან დაკავშირებით ზუსტად აქედან გამომდინარე ისინი არ მონაწილეობენ ამ მოლაპარაკებებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი კომპონენტი ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ჩინეთი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მთავარ მოწინააღმდეგეს და ევროპა ამ საკითხში არ არის მისთვის მთავარი მოკავშირე მისი ამოცანა რომ რაღაცა ფორმით გადაწყვიტოს ევროპაში მიმდინარე ომი და მან მთელი ეს რესურსები და ძალები ყურადღება გააკეთოს ჩინეთზე. აქედან გამომდინარე იყო პირველად ამერიკის ისტორიაში ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი პირველი ვიზიტი კი არ განახორციელა ევროპაში, სადაც ბრიუსელში შეხვდებოდა ნატოს მოკავშირეებს, ევროპელ მოკავშირეებს, ის წავიდა სამხრეთ ამერიკაში, რადგანაც მათი შეხედულებით და ზოგადად შეიძლება ითქვას მართალია, რომ ჩინურმა გავლენებმა ეკონომიკაში ვაჭრობის მიმართულებით და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან შემოჟონა ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციამ რაღაცა ფორმით ის ფუნდამენტი, ის დასავლური ატმოსფერო გააძლიეროს და შემდეგ უკვე მოემზადოს შემდეგი ნაბიჯებისთვის. და აი ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის რაც დღეს ხდება უკრაინასთან დაკავშირებით, როცა მოლაპარაკებების მაგიდაზე არც უკრაინაა და არც ევროკავშირია. ტრამპი მათ არ აღიქვავს როგორც ესეთი ძალებს გეოპოლიტიკურ ძალას, როგორც ის მაგალითად აღიქვავს ჩინეთს და აღიქვავს რუსეთს. აქედან გამომდინარე არის ზუსტად ის ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა. კი ბატონო, მაგრამ ევროპა არაპირებს უკან დახევას. ყოველ შემთხვევაში ბოლო ორდღიანი შეკრება პარიზში მაკრონის ინიციატივით მიწვეული ლიდერები, სადაც დღეს უკვე კანადაც არის, ადასტურებს იმას, რომ ასე დიდმა ბიჭებმა გადაწყვიტონ ევროპის უსაფრთხოების საკითხი ევროპის გარეშე, ასე როგორც ჩანს მაინც არ იქნება. ელით თუ არა მათ რაღაცნაირ ჩამოყალიბებულ ერთიან პოზიციას და მოუწევს თუ არა ამერიკელებს ამ პოზიციის გათვალისწინება. პირველ რიგში ეს საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს ევროპის როგორც დამოუკიდებელი რაღაცა სტრატეგიული ავტონომიის შექმნის შესახებ და მე ვფიქრობ რომ ტრამპის ეს დამოკიდებულება, ეს ტრანზაქციული დამოკიდებულება მათ ეს შეიძლება გამოაღვიძოს, რაც მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგია, ევროპელები საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ და ეს გეოეკონომიური ერთეულიდან უნდა გადაიქცნენ გეოპოლიტიკურ ერთეულამდე და მათ აუცილებლად უნდა შექმნან ის საშუალებები, უნდა შექმნან ისეთი დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ანუ ევროპისა და კანადასთან ერთად, რომ მათ კონდეთ უკვე სერიოზული სამხედრო ინდუსტრია, ყავდეთ სერიოზული ჯარი, რადგანაც იმ ახალ მსოფლიოში ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ გავუღვიძებთ, მათ აუცილებლად უნდა კონდეთ ის უსაფრთხოების გარანტიები, მათ უნდა კონდეთ ინდუსტრია და მათ უნდა კონდეთ ის საშუალებები, რომლებიც მათ ჩამოაყალიბებს გეოპოლიტიკურ ერთეულად. ბატონო მირიან, მესმის, ანუ თქვენ ელით ევროპის გააქტიურებას ამ თვალსაზრისით, მე მაინც მივინდა ვიკითხო ტრამპის მიზანზე. მას უნდა რომ ეს ომი მალე შეწყდეს, ეს არის მისი წინასაარჩევნო დაპირება, მაგრამ ის ასევე საუბრობს ხანგრძლივ მშვიდობაზე. პუტინის პირობებში რამდენად სანდუა მისი დაპირებები, ეს ყველამ არაერთხელ ნახა და იგივე ჩინეთის შემთხვევაშიც ამოსუნ თვის შემდგომ გაძლიერებული პუტინი წესით არ უნდა აწყობდეს ტრამპის ადმინისტრაციას. დღევანდელი განცხადებები თუ იმსჯელებთ თითქოს დალაგდნენ ერთმანეთთან, მაგრამ ეს მაინც არის თუ არა რაღაცნაირი თაფლაკვერის პოზიცია წინასწარი და თუ შედეგებზე ორიენტირებული არ იქნება, შესაძლოა ტრამპის გეგმა სულაც არ იყოს წარმატებული. ამის შანსები გაცილებით დიდია თუ გავითვალისწინებთ პუტინის ყველა ქმედებას, ყველა ზავისა და ამოსუნ თვის შემდგომ.
რა თქმა უნდა, ტრამპი პასუხისმგებელი ამერიკელი ამომრჩევლების მიმართ და მისი თავარი ამოცანა რომ ეს ომი მაქსიმალურად სწრაფად დამთავრდეს და მან მიაღწიოს თავის მიზანს და როგორც ამბობენ მას ნობელის პრემიის ლაურეატობას უნდა, რადგანაც რაღაც სწრაფად დაამთავრებს ამ ომს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ აქ თავარი ის არის რომ ეს ომი იმდენად კომპლექსურია, იმდენად რთულია, იმდენად ბევრი ინტერესებია ჩართული, რომ ჩემი აზრით ძალიან რთული იქნება იმ გადაწყვეტილებების მიღება, ძალიან რთული იქნება საბოლოოდ ეს durable peace, ანუ საბოლოო მშვიდობის მიღწევა იქნება ძალიან რთული. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჩამოყალიბებული პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენ შეიძლება ის იქიდან დავინახოთ, რომ მას სურდა, რომ ამერიკელების მაგათ ევროპელები განლაგებული იყვნენ უკრაინის საზღვარზე, მაგრამ ევროპელები ეს არის მიუღებელი რუსეთისთვის, მან მოლაპარაკებებში ეს კარგად გამოჩნდა, მაგრამ ასევე ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რადგანაც ჩვენ რუსეთს არ უნდა ევროპელები, რადგანაც ეს იქნება ნატოს ჯარების განლაგება რუსეთის საზღვარზე, მაგრამ მათ შეიძლება შემოიყვანեն ჩინელები. მოთამაშეებმა და ჩინელებმა დაადასტურეს, რომ მათ აქვს სურვილი შესაძლოა ინდოელებთან ერთად განლაგდნენ უკვე უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. ეს არის პუტინის გეგმა, მაგრამ ასეთი კაპიტულაცია, ამას უკვე უწოდეს კაპიტულაციური გეგმა ზოგიერთ წყაროებში ტრამპის გეგმას, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ეს პუტინის გეგმა, ახალი არჩევნები უკრაინაში და თქვენ რასაც ახლა ამბობთ საზღვართან ჩინელები და ინდოელები, არ ვიცი ეს ვის გეგმა უნდა იყოს თუ არა პუტინის. ეს ალბათ უფრო ჩინელების გეგმა და ჩინელებს აწყობს და ამით რადგანაც ევროპელები ეხმარებიან უკრაინას, მათი აზრით, მათი ნარატივის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ მათ არ აქვს მორალური უფლება, რომ დაუშვათ განლაგდნენ უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, რადგანაც ისინი მონაწილეები არიან ამ კონფლიქტის, აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ დაუშვათ რაღაცა ფორმით, თუ უნდათ რომ რეალური მშვიდობა დამყარდეს, აუცილებელია, რომ ესეთი ნეიტრალური ძალები განლაგდნენ და ამიტომ ეს არის ჩინეთის დამოკიდებულება და ჩინეთის სურვილი. რომ დაუშვათ ხო, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დიდი ევროპული სახელმწიფოები უბრალოდ უნდა გაქრნენ ევროპის ტერიტორიიდან, ეს თუ დაუშვეს მათ. ზუსტად ეს არის იმის გაგრძელება, რაც მე წეგან ვილაპარაკე, ანუ ეს არის ახალი მსოფლიო, სადაც დიდი სახელმწიფოები ეს ეგრეთ წოდებული მრავალპოლუსიან მსოფლიოში, ეს პოლუსის ცენტრები ცდილობენ გადაწყვეტილებები მიიღონ და რაც ამიტომ აქ ევროპის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპა უნდა გადაიქცეს ესეთ ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ გეოპოლიტიკურ პოლუსად, რომელიც თავის რეგიონში მოახერხებს გარკვეული გავლენების გავრცელებას და თავისი ინტერესების დაცვას. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ დავამატებდი, რომ ტრამპი რადგანაც ამ პოლიტიკას ესეთ პოლიტიკას ატარებს, არ უნდა გამოგვეპაროს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთთან დაკავშირებით, ტაივანთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული ვორდინგით ამოიღო ტაივანთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები აღარ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას, რამაც ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია ჩინეთს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ველოდოთ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გამწვავებას. ამიტომ მთელი ეს გეოპოლიტიკური წესრიგი, მთელი ეს დაძაბულობა ამერიკას ალბათ უნდა რომ გადაიტანოს აზიაში და კონკრეტულად ჩინეთის წინააღმდეგ. კი ბატონო, აქვე ვიკითხავ გეოპოლიტიკურ საფრთხეს პუტინის გამოცდილი ხერხით პოლიტიკური ხელმძღვანელობების ცვლილება მისთვის საინტერესო ქვეყნებში. ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს გვახსოვს, მაშინ კონდოლიზა რაისის იხსენებდა ამას, რომ მას მოსთხოვეს, რომ წასულიყო სააკაშვილი თანამდებობიდან, მაგრამ ამერიკელებმა უპასუხეს, რომ ეს მათი საქმე უბრალოდ არ იყო. დღეს პირდაპირ ითხოვს პუტინი ზელენსკის წასვლას და ახალი არჩევნების ჩატარებას და ტრამპის ბოლო განცხადებებს თუ ვნახავთ, ის სულაც არ არის ახალი არჩევნების წინააღმდეგი. აქ იქნება თუ არა გადამწყვეტი ზელენსკისა და უკრაინელების პოზიცია, ეს მათი ქვეყანა, კონსტიტუცია მათ იცავს ომის პირობებში ახალი არჩევნებისგან. რა თქმა უნდა, ზელენსკიზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და მე ვფიქრობ, ევროპელებზე ძალიან ბევრი დამოკიდებულია. თქვენ სწორი პარალელი გაავლეთ, ეს არის რუსეთის სურვილი, ეს არის რუსეთის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, რადგანაც თუ დაუშვათ აღარ იქნება ზელენსკი, მათ შეუძლიათ რომ არჩევნების საშუალებით თავიანთვის მისაღები პიროვნება მიიღონ და უკვე უკრაინის ოკუპაცია სრულად განახორციელონ. რაც დაუშვათ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ფორმით საქართველოში იგივე განახორციელდა რამდენიმე წლის
არის წინ. აქედან გამომდინარე, ევროპელების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი ევროპელების კონსოლიდაცია უკრაინის მიმართ და ევროპელებმა უკრაინასთან ერთად უნდა გააკეთონ ის, რომ რაც მიცემს მათ საშუალებას, რომ ტრამპმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს და არ დაგვაუწყდეს, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი იყო, იგი იგივე განცხადებებით საუბრობდა კორეას შორის, ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დათბობას, გადადგა ძალიან სერიოზული ჩასული, რაც არ გამოვიდა. და ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ არის დიდი შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთს შორის არ გამოვიდეს. ამიტომ ძალიან კომპლექსური და ძალიან რთული. კი ბატონო, და სულ ბოლოს მინდა ვიკითხო საქართველოს შესახებ. ივანიშვილის ოცნება ყოველ შემთხვევაში დევდაფსონს ტრამპის ადმინისტრაციაზე. როგორ პარალელს ხედავთ თქვენ ამ საკითხებში? რამდენად არის ეს გამოსავალი ივანიშვილისთვის, როგორ დასრულდება უკრაინაში ომი? დღევანდელი ხელისუფლებისთვის ერთადერთი კარგი შეიძლება ის იყოს დღევანდელ სიტუაციაში, რომ უკვე ეს ინტერესი უკვე ევროპაშია, უკრაინაშია და ამათვის არავის არ ცალია ამ მომენტში და ზუსტად დღევანდელი ხელისუფლება შეიქმნა რაღაც სივრცე, რომ ისინი რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს გავენ და ქვეყანას რაღაც ავტორიტარიზმის ახალ ხარისხში გადაყავთ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი. საქართველო უკვე ხდება ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, საქართველო არის აღიქმება უკვე ირანის მოკავშირედ, ამ ეგრეთ წოდებული ავტორიტარული რაც წითელი ხაზია ტრამპისთვისაც. რაც ტრამპის წითელი ხაზია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის დამოკიდებულება, რაც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ამერიკიდან იყო გაგრძელდება, ეს შეიძლება შენელებული ფორმით მოხდეს, მაგრამ არ არსებობს, რომ დღევანდელი ხელისუფლებამ მოახერხოს რაღაც ამ იზოლაციიდან გამოსვლა და რაღაცა ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების დათბობა. ეს გამორიცხულია.